მოგესალმებით და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ უსაშველოებს. დღეს უნდა ვნახოთ მეორე სეზონის მეორე სერია. წინა სერიის მიმართ საკმაოდ შერეული ის მქონდა აზრები, ანუ უფრო არ მომეწონა, მაგრამ კარგი მომენტები ჰქონდა და ბოლოს ვთქვი, რომ შეიძლება ერთა დიდი ალბათობით მეორე სერია ბევრად უკეთესი იქნება და ვნახოთ ერთი რა იქნება მეორე სერია. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გამართლდება, რაც ვთქვი. იმიტომ რომ წინა სერია ცოტა, რავი, არც ისე იყო, როგორც სეზონის დასაწყისი, მაგრამ მომენტ სეზონის დასაწყისები ძირითადად ეგეთებია ხოლმე რა. როგორ მზადებენ შემდეგ რაც უნდა მოხდეს სეზონში მოვლენებისთვის. ამიტომ ხო დრო აღარ დავკარგოთ, დავიწყოთ, ახშენი ეს რეკლამა თავიდანვე ჩაერთო ამჯერად. ხო. თან ორი რეკლამა. მე ხომ ახლა. კაი, არა. უსაშველოები მეორე სეზონის მეორე სერია 3-2-1 დავიწყეთ. მოიცა. ახლა მოიწვი. გოგიტა სადაა შემოწვა? გოგიტა? პროჭა სადაა? უკაცრავად. თქვი რა არიცით? რა უნდა ვიცოდე? გოგიტამ ვერ მოახერხა მოკლედ ჩამოსვლა. სერიოზულად? ასა ჯანმრთელობის საქმეზე მიწევნი ჩერდია. ჯანმრთელობის არა ის. მე მაგის ჯანმრთელობა საერთოდ არ მაინტერესებს. რო შეგეხმიანება უთხარი რომ ვანიკოს დააურეკეთქო. ხო გაიგე? გოგიტამ ვერ მოახერხა ჩემი კაი, ანუ გასვენებაში არ გექნება. გასვენება თუ სამძიმარზე. ვანიკო. კარგად. სამძიმარზე არ იქნება ერთი ამბავი. რაღაც ხრი ეს კარგიც არის, მაგრამ მინდოდა მენახა უკვე. შენგენასო. ნაზობა. მაგრამ აი ეს კი ბატონო, მადლობა. კარგად. მადლობა ძმებო. აი. სიკეთეში გადამეხადოს. ხო. ბიჭო წავიდი ნენე. წავიდე, გამოდი ხო, გამოდი. აх ჩემი რამათ, მაგრამ გამიტრაკეს თო. ისე ბედი არ გინდა ეხლა ამის სიკვდილი იქნებოდა ჩემი რა. აბა. აროჩი რა. შენიგად. შედი რაღაც მანქანა მოვიდა, შედი. ოპა, ჩვენები ხო? ეგარი კი არა ეგა. ვატოს ხედი, ჩვენები. სიგარეტი ხوار გაგჩები ძმა. არ ვეწევი ძმა. აბა გვიცანი? ვერა უკაცრავად. ვერ გვიცანი ხო? როჭა სადა? ბიჭო როჭა სადა? ბიჭო. აი ანუ ერთი ამბავი მაინც იქნება. ჩემი კაი ასე. ლადო რა თქმა უნდა მაგარია, მივიდა პროსტო გაუძრო იარაღი. თავიდანვე. დაიგდე ბიჭო სანამ დაგადმოხე. ძმა. სამძიმარზე ხარ. რა იყო ბიჭო? რა იყო მეთქი ბიჭო? შეიძლება შოკოლადი არ იყო. დიაბეტი მაქვს და რაღაცა ეს ჯამარონ ეს მერარა შოკოლადია მარტო. კაი. ჭამე შემიზმა, ჭამე თო. თუდადო ვისი გავხეთქა. სად არის შენი პადელნიკი ბიჭო? სანამ რამე არ მოგსვია. რა? ბიჭებო, თქვენ გენაცვალეთ. დიდი მადლობა თო რომ დამაფასე. გაიხარეთ ოზაგაშე შემოგეღო. გაიხარეთ. ეს ლადოა. კაროჩე. ისე რაღაც
უსებ ცუდად გავხდი ხო აზიხარ ამ დარდისაგან და ქვემოთ აბაზანას შევედი რაღაც შევისხავთქო დამპაходო დამჭირეთ მომასამის რაღაც სურათზე ლაქა იყო რა და რაღაცა გავწმინდედო ისი რა კაცი იყო თქვენ ნაზე არა ბიჭო შენ რა დღეში ხარ ბიჭო აჰა რა ხდება ბიჭო რა ხდება თოვარ კერვალიშვილი ზაკას მამა მიცნობ შენ ვა სასიამოვნო თო ზაკა სასიამოვნო არა მენაცვალე კი არა შენ რეები ენაც ბიჭო ვა რეები გავდი ბიჭო რა ზეიჯახით ჩიკაი განსახიობია ტიპი ამერიკის იმასე ამბავ ხო ამერიკის ემაზე ბიჭო ტოლიკა ეს რა იკადრა რა ისეთი გაგვიჩალი ჩაზმაო აუ წადი შენი არა გაგვიჩალიჩა რომელია ძმე რა ტოლიკა ბიჭო ნუ ტოლიკა მართლა მოგიყვები რა და როგორ იყო რა მოკლედ მართლა ისე რო ხდება როგორც თქვი ყოფილა ძმო გოგიტა იტყვის ტოლიკაზე ზაკას და ზაკა გამწარდება რა ტოლიკა ბიჭო რეებს ბაზრობთ ვაფშე ბიჭო მაყუთი სად არისო ვაიმე რატო ტოლიკამს მაგო ტოლიკამ დაგეგმა ყველაფერი ბიჭო მომისმინე მე სუსირზე მკიდი არა დაგეგმა ტოლიკამ ფულ შენ მოგიდე ხელი ხო კი ხოდა შენ მოჯვავე ხა მაგ ფულზე ხავე რატორე მიგაწვენ მამაშენთან შენ მაგფური დანცმაო ვაფშე კაპიტი არ აგვიღია რა სულ ყველაფერი ტოლიკამს აიღო ეგრე არ იყო კი ტოლიკას გადავრიცხეთ შენ ბიჭო რა კატებს ნუ ვაფშე ტოლიკა მარცა იყო მართლა თუ არა არ მახსოვს ზუსტად ტოლიკა ეუბნებოდა ფინალში გოგიტას რო ფუსხელი არ ახლა თორე მოკკლავა და მომისმინე არ მახსოვს ნახევარზე არ მოდი გაიყვეს თუ თვითონ ტოლიკას დარჩა აი ხა აქ რომ მაგანა ზესით უნდა გაეყოთ ეგ მიმყავს ზალუქში დაგაზე ხა გასაღები მოიტანე ბიჭო გასაღები ბიჭო მანქანა უმანქანოთ რა გავაკეთეთ ეხა ხუცარბენი მაგ მისდი მოდი რაღაც უნდა მივდგე რამე უმანქანოთ რა ქნას ამ სასოდო ბიჭო სულ კიდია რა ეგ მანქანა რჩება ზალუქში და მორჩა გაიგე ბიჭო რატო როგორ იმალებოდა ეს ფიშერა სხვა რა უნდა იყოს რა უნდა იყოს მეც ჩემი კაი და რეკლამა ამ დროს რა ბიჭო მე кайფები ახლა თუ გინდათ ის მითხეთ რომ ამით დავართავოთ სანამ მოაღწია ამის დაიჭირა გოგიტას ამბავს მთელი ღამე გავაჩერე არისა აი ეგის პირველად არ დაიჭირა შენ ვიზერას რა და შენი ყოფილი ქმარი მთელი ცხოვრება ხან რომელი ქვეყნის ციხეშია და ხან რომელის ხო და მაგიტომაც ქვია ყოფილი ქმარი ისე ელე მგონი მართლა გამოსწორდა ყველა ყველა აი დროსია გამოსწორება ისი რა ეტყვა ნუ პრინციპში ხო ბევრი შესაძლებელი სწავლება ეს ხო ყველაფერს რო თავი დავა ნუ მესმის ეგეც გოგიტას ბრალი იყო ცნობისთვის აი ბიჭები რო არის მაგის პრიორიტეტი აი მაგიტომაც მისდის საქმე კარგად რა შეიძლება გაკავი როგორც ხოვდა მაგრამ ვცდილობს ბიჭო შენ მაგისკენ ხარ თუ ჩემი და შენთვის გეუბნები რა ცეჩიანო ორივეს მესმის მაგრამ ელენე ანუ რამდენჯერაც აძლევს შანს ვატოს ბრალი არ არის ყველაფერი რომ მოაღწია სახელმწიფო რაც ემართება ეხლა წამ ზაკასთან აუ ეს ზაკა ხო ყველაზე მეტად მაღიზიანებს ბავშვს სვეტში შენ დედას ვარმა მაგან დააწყებინე კაიფიც დალევაც რავი ყველა აბა გივის დანო ამავდროულად ელენეს მესმის ახლა მე გივი ფხიზელი არასდროს მინახავს გივიკო ხა გივიკო ერთი დღე მაინც უფხიზლია ჩემთოს გოგიცე რასის ულელეს მეუბნები ელენე მაგას ავიტანდი ხა იქა მაკალია კიდე აი გაჩერდი რა არა სერიოზულად გეუბნები ეხლა ძალიან იშვიათად სვამდა სანამ დაიჭერდნენ რაც მართალია და კაიფზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი აი საერთოდ ნუ გივის თითქოს და უფრო ეტყობა რომ შეიძლება დაიწყოს ისე კაიფი შენ მე ვიდრე ვატოს ეგრე გიცნობ სუსტად მომისმინე მაგარი დაკალობა აქვს ცნობისთვის საერთოდ აღარაფერს გავეკარებდი და აღარც აღარანაირ შარში გავხარ და გჯერა შენ მაგი რას გვი არ მჯერა
მეტად დღეს ნორმალურ დროს არ მოსულა სახლში და ფხიზელი არ მოვიდა. მე დამაცადოს მაგად. ნუ ეიპს ესეც ეწევა ცნობისთვის ელენეც. ესეც ვატო. ისე ერთი მომენტი. ვატოს რა თმები აქვს ასე გაზრდილი, ანუ წესით ხო 8 დღე გავიდა თუ 6 დღე თუ რამე 8 დღე ხო იყვნენ სროქზე. ანუ იმ მომენტიდან პირველი სეზონის ფინალიდან 8 დღე და წესით ვატოს სასწრაფოდ არ უნდა გაიზარდა თმები. მანაჯენდებას ახლა. ასეთ შესაძლოა. просто ხაზი გავუსვი თორე პრეტენზია არ აქვს. რა კარგად მოწმობი. როგორ ხარ აბა? ასეცი. გავსი აბა ერთი. მოწყობილ ხარ? ახლა ის ხო მუშაობს. რა გჭირს ბიჭო? ბიჭო, რა იყო? აროჩე, ხო გითხარი, არ მოაწევინო რა ამას რა. აჰა. ბიჭო, აზზე მოდი სამსახურში ვარ, ცოტა რა გჭირს? შემაწუხა ის. რა დროს სამსახურია გაკრიჭა კაცმა ბატო. როგორ ხარ? ჩემი ზმაგასები არიან. წამო ლადოში. კარგად ყველაფერი ჩემი ძმა. მოიხოდე. რას ეწეოდი შეჩემა თუ ვერ ეწევი? შხამი. ჩამოასხი შენ, რო გეუნებიან, მიდიდო. თქვენ ხო გამიტრაკეთ ბიჭო. სვეჩი. ბიჭო, როგორ გიადვილდება, გისტორდება აქ? რავი, შეჩემა სამსახურია რა. მოიხოდე. ადვილია მე ასწორებს. ისე რა. მაგრაში. ბიჭო, მოწევა ხო არ გინდა შენ? რა მოწევა ბიჭო, რა მოწევა? სამსახურში ვარ, ისე როდის ვეწევი და ეხლა სამსახურში მომაწევინე. რავი, მაგარიტის კი მაქვს, რა შევა რა. ვერ ხარ შენ კიდე მოიხოდე რა. ეხი კაროჩი რაჩი. მიდი ბიჭო, ჩამოასხი შენ რა. ასხამს, შეჩემა ჩავყვე? ანუ ჯერ ვაფშე მანქანა, მე ბენზინში, რო კითხოთ კაცმა ვაფშე არ ჯდებოდი შეჩემა. ბიჭო, მოწევა არავის მაგრამ თორე ამაში რა დამსხვრა ბიჭო. შენ კიდე თუ არ შეგიძლია ეს მოწევა, ნუ ეწევი რა, ჩემი მოთხანული. ვაიმე. თუ არა. მეთქი აბათი ცოლები იყვნენ და ცილები არიან. ცოტა ჩუმად შედებილი. კარგონა მგონი. ხო? ჩვენს კერმოდი. უკაცრავად. თქვენთან ფოტო შეიძლება? ის შემთან? ის რეპერი. ხო ის რეპერი ხარ? კი? ის რეპერი ვარ, იასრია, ბაზარია. რა გადავიღოთ? და მოვიდე? კი ბატონო. ვაფშე მოდი თო გადაგო. ოღონდ ახლა ზაკა ვარ ჩაშხა მოსანათები. ზაკას ნუაღებინებ, არა სხვა ვის მიწებში. ბატონ დაკავებულია ეს კაიჩია. შენ გად მიცა კაია? წასკი. გაიხარე ზაკა. კარგი დღე. მადლობა გოგოებო თქვენ. აბა კარგად. ბიჭო. რა ვიცი ხო რა, ასეთ სიტუაციებში ვარ ხოლმე. რომელი გამოგერხია თო? შეჩემა. მომნიშნავს შეჩემა და ეგ არის რაღაც უნდა მომენტო. მომთაგავს და მე ბატო, არ შევთაგავ. ფულის თემაში ვერ ვართ რა, ხო ხდები ის. ახლა ის. არ გვაქვს და მე აბა. კაი რა. საჯექით ბიჭო, წადი თავი გამანი. წადი. ჯიგა. შეჩემა. უკვე მომნიშნეს ბიჭო. აი და სამალო. ნიაზრია თო. მაიცადი ძმა. რა ქვია ვაფშე მათ? რაო? ერიან ეხლა ვაგი, ნუ ამა. აუჩი. საჯექით. ჩემი კაი. ჩემი. მითხარი. ერეგე საჯექი. საცოდავი ზუკა. თან მოტაგეს მართლაც ბატო, შემეშვი. კაი, всё. დაჯექი. კი. ბიჭო. დავაი, ვატო, ჩემი ძმა ხარ. აუ, ვაფშე, დავხვდეთ საწავიდნენ ჩემი დედავარ. არა, მოდი ბიჭო, მოდი შეჩემ. ჩემი კაი ზუკა. ხმა არ გავიგო. ჩემი კაი. მე იმაზე ნერვი მაქვს, ხო არავინ დაგინახავს ბიჭო.
არ შემაბრუნო ციხეში კაცის გატაცებაზე თო. აიცა რა. ეს ვაფშე ვინ მომითრია თქვენ შიქხوار. მუტუნებ. მოიცა. რა კონჩი დაუნახა. ჯერ მოიტაცეს ეს ჯერ გაიტაცეს ტიპი, მერე მიყო ეს სცენა ვატოსთან და ანუ ახლა რაც იყო ამის წინ გოგოების სცენა და ახლა რამდენი ხანი ვიყავთ აქ? ახლა რატო უცნაურია? აიცა რა. რავაკეთე ჯოკერი ხო არ ვიყავარ თუ ნახე კარტი გაიჩნდა. გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ახლა ვართ დილის გარაში. ბიჭებო, დაუქნიეთ ხალხს ხელი. 200 კაცი გვიყურებს. 200 კაცი გვიყურებს ბიჭო. შევიკაი რა იდიოტი. ეს რა გინდა? დავიღუპე. ის იღირსი ხარ. გივის გარაში ვართოთ არ. რა გააკეთე ბიჭო? არ ვიცერა. აუ ეგერთენები და ორიანები მაჩქე რა. მაჩქე რა. დავაი. ტელეფონს კიდე ხელს მოკიდებ და რამეს გადაიღებ და დაგაფშხვნი თავზე. მამის გაქვს როგე ბიჭო. ხო გამორთულია ვაფშე ნუ გამომაყლებებს თო. ქათიშულია შესაძლოა ქათიში. ნაღამ ჩავიჭუჩი. ეს ვინ არის? რა ვინ არის ჩუმათი ყავი ბიჭო. ვინ არის? ვინ არის? დაანებე ბიჭო მაგას თავი და გამოდი რა. არავინ არ არის. ხვდები ვინცა? მოიტაცეთ. რა მოვიტაცე ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ ეხა. ოსტა მოკიდეთ ხელი და პანჩური აღვარდით გაარდით აქედან. უყარავულო? უყარავულებ რა. უყარავულო? უყარავულო? უყარავულებ რა. უყარავულებ რა. უყარავულებ რა. უყარავულო? უყარავულებ რა. უყარავულო შენი კარგიც მოვთხან გარედან უღო. დავაი. უყარავულებ. მე მოთხე კაცად ეს ხო არ დავიმეტოთ. იცი? მაგრა ვიცი თამაში. მათამაშეთ. ამასთან არ მათამაშოთ ბიჭო ეხლა. ო მამე, აბა რა უქნათ ეხლა? ლადო სადაა თო? რა ვიცი მე სადა. გეზა დაურეკე მე. ანდა სანამ ლადო მოვა და იქ. ბიჭო, იცი ჯოკი? იცი მეთქი ბიჭო ჯოკი? მაგარეთ. გაიგეთ. ახლა რომ იმას განაქვია დანეცვავდნენ რომ მე თუ მოვიგებ იმას გეითო რა ქვია გამიშვითო და რომ გავუშვებ. კაი მოდი ჯანა. ეგრე რომ მოხდეს მე არ ვიცი. ძრევი და დაგაკლავ მაგს გამს. ხო გაი. თეორიულად თუ დაიბოლებიან ახლა მე მიდე თამაში. მე მათამაშეთ. შეუძლიათ ეგეთი რაღაცა გააკეთო. ამაზე არავისთან არაფერი წამოხს ეს. ხო გაი? არის უყარავულებს. დაგაზე ეხა. რაღაც მეჭება რომ არავისთან. ჩემი კაი სერიოზულად ეს ტიპი იმას იზავს. ეგუჩელი ეს შეებს. გამომართვი და კრისტალზე ჩამირიცხე. ზაკა 3-7-იანი უნდა დაგიწეროს, ხო გახსოვს? ზაკა 3-7-იანი. არის ლუდიც გამომიყოლე რა. ციცოს უთხარი, ზაკას სახელზე თქოღოდ რა. ჩემი სიგარეტის გამოიყოლე რა მაჩუკე. ხო რა შემცით ბიჭო არ მაძლევს შენ რა გიჭერს დაჯე თქვენ ისინი ვართვით? ჩვენ პარაში ვართ ხო იცი მართლა და კაი მაჩუკე გისმენ კაზანე? საკეთე მაჩუკე ყარავულობ გადაცებულს. რას ყარავო? ვინ ბიჭებმა რა გაიტაცეს? ზუკამ და გირი. ხო, გარაში ყავ დაბმული და თხოვეს უყარავულეო. და კიდე მითხრეს არავის უთხრაო. ამიტომ ვერაფერს არ გიტყვი, ბოდიში. ვერა დავაი რა. შემკაი. და ახლა შემოვაკესანი სპეციალური. დებილებო. რა იყო? სუდათა ვარ, საპირფარეშო უნდა მენახავ. იპირფარეშე ბაკ, მოდი ბიჭო აქ დაჯექით, მაგ არ მომიყვანოთ, ო. რა მოგივიდა? თქვენ კიდე რა გჭირთ, ბიჭო? შე მერე დაგელაპარაკე. დაჯექი აქ რა. არის ეთხელი? ამის კესანი არც შეაბოწმებს უბრალოდ სუდათა ვარ რა. სიზემს. აი, რა გჭირთ? ვაიმე. შენ კიდე მოითმინე ბიჭო 2 დღე რა დაგე. და გივის აუ და გივი ხომბობდა ჩემი გაი. რა მომისაკ, არ გამომაყალეო.
წადი და აიყვანე შენთან მოხში. რა, ჩემთან ავიყვანო, ბიჭო, შენ ნორმალური. აქვე ხარ თო? მაცადე კესანე მირეკავს საერთოდ. კი. წადი ბიჭო, ტუალეტში აიყვანე მე. მე? ხო, ბიჭო, ყველაზე ახლოს შენ ცხოვრობ. რაც გინდა, ის უკენი, ძმაო, მაცადე მეთქი, ერთი წამი კესანე მირეკავს, ხო? ამა ხო გამიჭარა კაი იმას მო. ხალხი არა. ძმა. ხო პატარა. რა შვები, არ მესმოდა. ძალიან ცუდათა ვარ რა, გავიყვანე. აი, დამშვიდი, წაგი რაღაცა მოუფიქროთ შეჩემ. წამოდი რა, წავიყვანო სადმე. წამო რა, გიხვეწები წამო. მოიცადე ერთი წამი. კაროჩე რა. ცოტა გამატანი არ დარჩა? კიდე რეკლამა. კიდე ეს ორი რეკლამა როგორ ნერვებს მიშლის. შენ ის რეპერი არა ხარ ბიჭო? ჰა? მე ვარ მე ძმა რა მოიწ. და დაიგდე ხლა აქ მანქანაში? რა? ხუინა ბიჭო. შენ ზაკა რა? ზაკა ის გახლავთ. და ორივე მანქანაში დროზე ეხლა მეთქი. რას ხედით ბიჭებო? და ტიპს თავისი იარაღია. რა. თქვენ ჩემი წადი შენი. უკაცრავ, თქვენი სნებართით მე თქვენ დაგემშვიდობებით. რას დაგემშვიდობებით ბიჭო? ადიოს ამიგო. დაეგდეთ ბიჭო, დაეგდეთ. ბიჭო, თქვენი დაბრედვა რო გვინდოდეს, ორივე წვირებს გაგასხმევინებდით აქ, დაეყარეთ მეთქი მანქანაში რო გელაპარაკებით. დროზე მეთქი ბიჭო. წამოწო. საწამო შეჭი. კი, შაშიკა. გოგო, მაჩუქესი? გიჟი რო არის, ხო? მე შენგან არაფერი გამიკვირდება, გიბი. რა? გამოდი რა დედიკო მაქედან რა. დებილია, გოგო, რა კაცი გავიტასეთ? აი რა უნდა მოხდეს, რომ კიდე საციხედ გავიხადო სა. გიჟი კი არა, ყველაზე ჭკვიანი ყოფილი ხარ. ბიჭო. ვინ არის? ჯანგიასი, ჯანგიასი. არავინ, არა, დავფიცო. ჩემი გაი ბავშვებიც რო გაყვნენ. ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი. ასეთია ეს ჩემი შასირე. შავი და შავი. ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი. ასეთია ეს მე კესანი კიდე მისდევს. ბავშვებიც. შავი და შავი. აქ არის ჩემი ბინა, ათხოველი დილა დაიწყება როგორც წინა. დილიდან ჟალეჩია რუტინა. აი მე პატარა. ხემენ უეთყვი პოლიციას, ხამის უბანს ხო იცი რო არასოდეს ძინავს. ნუ ატეხი განგაში, ისეთ პატარას მიხედეთ, გიოტები. რა ხდება აბა? რა ხდება თო? ფონი ჭალა გაიხსენეთ ერთი. რა? ფული მოჯვით ბიჭო. ხო, ჩემი კაი მაგასაც ვუბრუნდებით? გეშლება ძმაო რაღაც. რა მეშლება, ბიჭო? რა მეშლება, ბიჭო? არ გაგივარდე, ჩემი ძმა ვერ მიცანი მე ის რეპერი ვარ, აი გიცნო. უასილის რეკლამა თუ გაგნანახი აი. ეგ რომ ხარ, მაგითო მოგადეკით იმინე. ბავშვმა გიცნო, შენ ჩემისა შენ. კი, ვახსოვს. თქვენ ვინ ხართ? რა როგორი ჩალიჩეთ? აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი. გესმით? მოკლედ ორ დღეში მაყუც არ დააფრუნებთ. ისე გაგაქრობთ. კოპერფილდი გეგონებით, გაიგე ბიჭო? გასაგებია ბიჭო. აიცა ერთი წამი რო რაღაც გასაგებია. და თუ გასაგებია, გადააჭირით ბიჭო ეხა მანქანიდან. ორი დღე. აუ, ერთი კითხვა მაქვს პროსტა. რა კითხვა გაქვს კიდე? ზუსტად რამდენი იყო თუ გახსოვს, იმიტომ რომ შემოგვეხარჯა და ზუსტად რამდენი იყო არც მე მახსოვს. აი ხარი ფატიდეიდა. ზენები, შამლები. ლადოს მახარდა. მადლობა ფატი. ოჩა ფატიდეიდა. ხაჭო, ნასკებს ხომ არ გამოიწვი. ბარემ გავრეცხავდი.
არა, გასავესხი, მადლობა პატიდეიდა. საჭირო. ადი გააღე. გააღე ფატი. რა? ო. დაროა. ნუ ლადო ახლა მიდი და გამოსწორებ ფონჩალის ამბავი. გაჩო, ჩემი ძმა, როგორ ხარ, გენაჩალი? ნელ-ნელა ვიხოდები. შენ როგორ ხარ? კარგად ხდის წყალობით, მაგრამ აბა საბერძნეთზე რა ხდება, ჩემი ძმა? რა ხდება და? ვაგდება ყველაფერი, მოიხოდება თუ არა, ბოლომდე ეგრევე დაგაზავს საბერძნეთს. არა, ბაჩო. არა. ясნია. ხაზე დამიბარე, ხაჩო, ხომ შვიდობაა, ჩემი ძმა. შენი გადასაწყვეტია, ძმავა, შვიდობა იქნება თუ არა. მე მინდა რომ შვიდობა იყოს. ვაფშე ვერ ხვდები რაზე მებაზრები. რაზე და ტარასას ველაპარაკე. ტარასა დაიბარე, ძმაო. ყველაფერს ясნია, შემიდა გემალება. ყველაფერს უბრუნდებით პირველი სეზონი. ვითა ემალება, თო. მომისმინე. კაროჩე, ისეთმა ახლობლებმა დამირეკეს მაგ ბიჭის თაობაზე. და გირჩევ, მიხვიდე და ხელი ჩამოართვა. ვის ჩამოვართვა, ხაჩო, ხელი თო, ტიპმა მესროლა მეთქი. დასაგებია. მარა, მისმინე. შენ ძმაო, ჯერ კასტედით გაგილახავს იმის დიშვილი, მე მანქანით გადაგივლია. დაიცა. მოვედი, გავაგრძელოთ უბრალოდ ესეც გავშედით. 3 2 1. ბახოთ სალაპარაკოთ დაგიბარის არ მიხვედი დაიკიდე. იქ იმ სამონტყობოში იმის ცეცხლი წაგიდებია, იცი ვაფშე. ბიჭო, შენ მე ვაფშე არ გელაპარაკები, გაიგე? რას ქვი, არ მელაპარაკე. აი მაგას ქვია რომ არ გელაპარაკები. მორჩით ახლა, ხაჯო, კაცმა მესროლა და ძმაკაცი დამიჭრა მაგის დედავა. ნუ სიმართლე გითხრათ, შენი დაწყებული იყო. რა გითხრას მეტი? მთელი ეს ამბავი დაწყებულია იმით, რომ წვეთში შენცაც ადე. ясნია გაჩდი. იმით დაიწყო ყველაფერი, რომ რეკლამა, რომ ზუკა მოპარა ისა, კასტელიბებიანის და ლადო კიდე ამის გამოაუშავდა, ამის ვაფშე არ იყო. Тарасას тишуის ხელი ჩამოართვა. ღამის უბნელია. კი. შინაურების ძმაკაცია. ბოლოს და ბოლოს სიბრალი არ ყოფილა. გავითვალისწინოთ ყველანაირი სიტუაცია. ანუ კი, ვატოს ესროლეს, მაგრამ ტიპმა ლამის, ანუ შეიძლება ლამის ცოცხლად დაწვეს ტიპი. მოვიდეს და შევხედავ რა. ხო და არა. არ მომწონს ეს შეხედვა. დავპატიჟებ ჩემს ოჯახში. არა, მან თუ დაპატიჟებ კარგი. და ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი. რატომ უნდა გადავზარდოთ ეს ამბავი ცუდ რამეში? კაი, როგორც იტყვი რა. ჩემი ძმა ხარ ხო იცი? ясნია, ისე მოვიქცეთ როგორც ქუჩა იტყვის ყოველთვის. კაი ხარ რა. გავიხარე. რა წვეთში შამპანსკი მოიტა. უკვე? დავილოცოთ ძმებო. აბა, ეს უკაი ამბებში. კაი ხარ, ეგრე იყო. მაცა ესენი ზუკა და ზაკარო. ხავსნენ, მოიტა. შენ მინდორასაც მაგაცობ, ხო? ო, ბავშვობიდან, ერთად გავიზარდეთ, გეწოდინება. მე და შენ ერთი ოჯახი გამოვდივარ, ჩემთან ერთად და კრიჩი ბევრი წელი. შენ გენაც. ვა! ეს რა გააკეთე, ბიჭო? ვერ ხედავ შემთხვევით მომივიდა, ძმაო. ეს რა გელი, ბიჭო? ბიჭო, თავს დაუწიე, შენ ჩემისა. სიტყვა დაფილტრე, ბიჭო. თორე დაგაკლავთ ეს. არა, ბიჭო, განაცაცხე. განაფათე, ვაშა. ბაჭო, შენი ხათრით არ მოქმედება. შენთან არ დამიმთავრებია. არ ძმე დამიმთავრებია, ძმაო. ხოდა გნახავ, ბიჭო. სადაც გინდა? შენი კაი რა. აუ, შენ კიდე რა დაგემართა, ბიჭო? ჯადო ხო არ გაკეთებ? თუ თვალში მოარტყეს. ამო, ადექი, თან გოლის სისხლი წამოვიდა. გახსნა რას ეკაჩებული შეჭი.
ბიჭო სტალადო რა ყველაფერს გველის ციცი გაჭუდი თორე დაგიშვი ხა ბიჭო შენის მითხარი მამალაძე როგორ გაგექცათ ხუთკაც თქვენ სირებოდ გვენა ხო გითხარ ბიჭო გადმოვიდნენ ის ბარიგები და თავზე გადაგვატენეს სტყოლი მე რა გატკები გედოთ ბიჭო როგორ ვერ იმოქმედეთ როგორ უნდა იმოქმედათ ის კი არ გიდათ შენ რა იყო ბიჭო მაგის გარდა ვერაფერზე ვერ რომ თუ რა გჭირს რა გინდა ვეწევი ხო რას ეწევი რას რეები ხდება ვერ ხედავ ბიჭო რა არ მოწიო მოგვარდება ვახ აი ჯანდაბას მომეცი ერთი უმანესი ომი მაგარიტის არუჩი ეგენი ჩვენ თავს არ დაგვანებებენ რა სანამ იმაყუც არ მივიტანთ რა იცი რა აპასნი როჟები იყვნენ მა ბიჭო აპასნი როჟა ვარ მე მთელი ცხოვრება მე იმოქმედე აუ ეს არასაა თუ ვიღაცაა ხო ვერ მოვიშორეთ ბიჭო აბა ეგ და ბაგის დიშვილი ჩვენი ჯადოა ძმაო ხო და მაგ ჯადოს მოხსნე ძალიან მაგრამ ხო და რა გამიგიხარ შენ და ზუკამს რესტორანი კაცო მე ვიცი რასაც გავაკეთე ბიჭო ის კი რო თავდება რა ვქნათ რა დისკი ბიჭო რა დისკი მართლა რა გაატრაგე შენ საქმე მაგის გარდა ვერაფერზე ვერ ფიქრობდო ხო ხედავ რა შარებში ვართ ბოლო ჯოინტია გვითავდება და არ თქვა რა ბოლო ჯოინტია ბიჭო სხვა რაღაცაზე გადაიტანე რა კაროჩი და გივისადაა მითხარი გივი აუ გივის კონდა მაგარი პონტი ადრე რა ფაქტი გააძრო იცი ადრე ეხა თუ ახოძები და აბა იცი უკითხავ ერთი კაროჩი რა აი და ერთი გავეხმოთ ვინ იმას რა მაგარია ლადო მაგას მოწყობმა ხოჩა ხა მაგარი გოგო ხარ აი იგანა ლიმონი გული მიგრძნობს რომ კიდე რაღაც შარში გაეხვიე არა გოგო რა შარში რა გჭირსო შემომხედე გივი კიდე რომ დაგიჭირონ დაგშორდები იცოდე ეგრე მეუბნები ყველა დაჭერაზე მაგრამ ხო იცი რა გული სერიოზულად გეუბნები რამე მოხდა არაფერი არ მომხდარა და მოდი დაჯექი რა არაფერი არ მომხდარა შენ თავს ფიცა ვარ მოდი ჩამოჯექი გოგო რა გჭირსო არა რაც გამოხვედი სახლში გადამოვად 1 საათი მაინც გაატარე და რატომ იტრაკებ რა კი არ გიტრაკებ უბრალოდ მგონია რომ გეზიზღება სახლში გაჩერება გივი ნუ ეს სიმართლეა სახლში თან სამიშვილი თუ ყავს მე ბახალიმები რა გეხვეწები რა მე თა როგორ გიხდება გაბრაზება ჩემი ტუჩო აი მე გივი როგორ უყვარ ხარ გივიკოს რა გჭირსო მაგრად გეტყობა აი რა ნუ ხო ყველაფერზე იბუტები ესენი მართალია აი ხო გამეტარი მამიკო იმენა ბუტია ხარ ხო მაღაზიიდან წამოგიღო რამე სახში ხო არაფერია საჭირო ვიცი კიდე მიდი ხარ ხო რაღაც სერიოზული საბაზრო გვაქვს რა მე ზაკას და ზუკას ზაკას ზუკა და სერიოზული საბაზრო ერთ წინადადებაში ცოტა სასაცილო ხო არა აუ ერთი ვატო ყავთ ცოტა ნათელი წერტილი და ისიც ამ ბოლო დროს დაემსგავსა ადამიანი შევიკაი რაც რა ჩემს აზრს ახლოვანებენ ეს დაელენე და ნუ გადაგაკ თემა რა შესაძლების გადამახშავალ და ამოვუჩე არა არსადაც არ გაადგამ ფეხს შენ სახში გაჩერება აღარ გინდა ობალ გოგო ნახევარ საათი ვიცი გივი მე შენი ნახევარი საათი ახლა წახვალ და მე გლდანის ციხიდან უნდა მირეკო რა რა შევლები შეჩემა რა გაჩერდი მეთქი ხა ცოტა ხანი სახში გაჩერდი კაი დაურჩები თუ ეგეთ ამბავს ატეხავდი რა საქმე მქონდა მართალ სამბობს ვერავა რა კარგი თუ ეგრეა როგორც ძახის მართალია 100%-იანი რატო რა გჭირს რა მაციებს ცოტა მიდი ჩაი გამიკეთე რა გაცივდებოდი რომ დაზუნძულებდი იქ მოდი აქ სიცხე ხო არ გაქვს ხე ცოტა მაციებს ხა ეგრე ძალას არა რა ვიცი მიდი დაჯექი გაგიკეთებ ჩაის მიდი წამოწევი ბიჭო ვატო უისი გამომიგზავნე რომ 15 წუთი მაგრად მჭირდები ცუდად ვარ თქო რა რა მიდი გამომიგზავნე მე რეაგიხსნებაში რამე შარში არ გამყვიო
ბიჭო, რა ხდება? ვატოს რო შარში, ბიჭო, ჩემ თვალწინ მიდის ხა, კაი. ანუ პრინციპში ხო უთხრა, ვიბარ. რა გაჩერება. ბიჭო, არ იცნობ შენ ამათ და შეუყვები ხო ის რა ფაქიზიფს იქიკა. ხო თქვა ესენი რომ ვატო ყველაზე ნორმალურია და ვატოს სულებს თქვენურია. ბიჭო, ჩემით რო წამოვიდე არ გამომიშვებენ კაი ხანს ეხა ესენი. ჩამიგდე ბიჭო, ოი, რამდენს მალაპარაკებ. ჩაგიგდებ ხო, მაცადე, მიდი, ოღონდ მაგრად მთხოვე რა, მიდი. ნიტე. მაინტერესებს ერთი როგორი ვოისი, რავი კრინჯობა თუ იქნება. მედია ბავშვებს არაფერს გადადებდა. არა ცოტა მაციებს და ძაანაც. აბა. აუ, კაი რა რეკლამა. მერებს 9 წამით ეხ კიდე რომ იყოს არის რეკლამა გავაფრენ. არა კიდე კაი. გივიც მობას გამიცემ 15 წუთი ვნახე რა. ძალიან ცუდად ვარ და მაგრამ ჭირდები ძმაო 15 წუთი ზუსტად გთხოვ რა. ისინი სახში ხო არ გაგაჩერებენ ოჯახთან წყნარად რო დაგეჭირენ. შინკავს აღარ შემიძლია რა. რა მოხდა? რავი ჩავალ და გავიგებ, ამა ხო ცალკე შემცა რა. ჩემი ზედა აქეთ არის? მიდი მომიკითხე ვატო. მოგიკითხე. ვატოზე პრობლემა არ აქვს, მაგრამ ხო. პროჭას ადგარ მოგრუნებელი ბიჭო. ესანიც ამის ტიპი როგორ გაგეცათ, ა? შეკვეშვი რა ჩემი ისა. იმიტომ რომ მაგარი სცირები ხარ ბიჭო და იმით. არიცი, ვატოს ასეთი თმები მომწონს, მაგრამ წინა უფრო უხდებოდა. ან არა ვაფშეტო. მაგასაც განახებდი ბიჭო, თუ არ მოიტანდა ფულს რა. აუ მე იმაზე მეფიქრება ის როჟები როგორ მოვიშოროთ. იცი რას გავდნენ ლადო? ისი რა როჟები ერთი ვაფშე ის რა როჟა იყო ბიჭო? რა გავა? რა როჟა ბიჭო, ორჯერ ამხელა ფული ქონდათ ხელში. ხელიდან როგორ გაუშვით ბიჭო? დასახოცები არა ხარ ბრატ. ნაბარა მიშვი რა. ალო. რავჩიტირი შენ ყიდი ძმა? არა ძმაო, რა რავჩიტირი, სტოს ხვაგან მოხდი რა. შენ კიდე ბიჭო ის მამავათე როგორ გაუშვიტო? თელი ოჯახი მომდევდა, შეჩემა და გავჩერდი ბავშვების პონჩიტო. გიში რა. ვინ არის? აუ ისინი ხო არა. აუ ვიცი. ჩემს გაუმართლა. ხლიფს მოგაგენით ჩემ. მამალაძეს რო არ თქვა ვერ მოვიდოდი ალბათ. დაროვა. ამა შეხედე. რა? შენ მოდი რა, ბიჭო, დაჭი. ერთი წელი. პროჭას სიცოცხლე. ბიჭო, ფული სად არის ბიჭო? ლადო. კაროჩე, ბაცი. ამ წუთას ვაფშე კაპიკი არა მაგთო. რა? არა, მაგრამ. კაროჩე, ისეთი იდეა მაგ. ბიჭო, დუღარ უჯერებთ აბას. დებილებო. ისა იდეა კი არა, ფული სად არის მეთქი ბიჭო? კაროჩე, მომისმინეთ, რომ მათქმევინებთ რომ. კაროჩე, ეხლა მე რო რამეს ვიტყუებოდ, რა. აი, ლადო, წარმოიდგინე, მე რო რამე გადაგდება მინდოდეს ვინმეს. აქ მოვიდოდი ძმა, აი მოვიდოდი. მაგეთ არ მოხვიდე. მოხვიდოდი. არა, კაი რა. ბიჭო, ხო მოხვედი ხო და თქვი რა სამბობდი დაიწყე. კაროჩე. ამერიკის ხუთი მაგძმაო? ხუთ. უეჭველი ძმაო, ფაიზარი გეუბნება, აი მე თვითონ წამოყვები ძმაო. აი ბოლომდე ამერიკამდე ჩამოყვები. თო მე დი რა გავაკეთე. შენ გვეღადავები ბიჭო. არა, თო ეხა მე ისეთი შერცხვენილი ვარ, ეხა ტოლიკას გამო. ბრაცი. აი 10 ბეა, ერთ კაც მე თვითონ დავამატე. რა ერთ კაც. შე ბიჭო, 10 ვინ უნდა გენდოს, თო? ფული სად არის ეგ? აი ჩაივარტკო, ზაკა გეუბნები, თო მე თვითონ წამოყვებით ბოლომდე რა. ოღონდ აი სულ რაღაც ერთი პატარა რამეს მოგზის. ნუ ზაკა ამ სერიაში ნაკლებად მიშნისნერებს. ეს რა მაგარი ნაგლივინია. აქ ჩვენი საჩალიჩო არის. არა, რა თქვენი, თო მე თვითონ ვიჩალიჩებ, მაო. რა ვიცი, მანქანას გავყიდი, სახს ჩავდებ. ოშამ სიცოცხლეს ჩამოვირესხებ, ლადო ხო იცი არა ჩემი ამბავი თო. ბიჭო, შენ აცი მე ერთი სიტყვა როგორ უნდა გენდო, გამაგებინე. ლადო უფროსი კაცი ხარ ეხლა თო ბიჭი. ნარჩი. 15 წუთის შემდეგ. აუის. ლადო. არ მითხრა ხა რო შენს დაიჯერე იმისი რა. ბატო, ჩემი ძმა, ბიჭო. შენ მოიცი, მე არაფერი არ გამომეპარება. ლადო მომი რა გთხოვ. იმედია.
ბიჭო, ბოზი კურდღელებით, ყავს ყურებით დაჭერილი, დედა მოთხოვსაც. აი რა, ვატო რას პროჭია, კაცი, პროჭა. მერე? რა მერე რაღაცას მოიფიქრებს, რა ვიცი. მირას მოიფიქრებს შენ კიდე ბიჭო. კაცი მოვიდა. თავისი ფეხით. ხო შეეძლო ბავშვი აორთქლებული ბავშვი ეხა მე მაგალითად ეგრევე გავუქრებოდი, კაიზე სოზე სავიდე. ხო და თავისი ფეხით მოვიდა და ის პონტი რო იყოს, ანუ რა უკა ზაკა შენ რას ფიქრობ? რაშვი მილადოტო. მოწიე რა, გამოვართვი რა, მოწიე რა, შეგერგოს. ვაშია. ხო, რას ფიქრობ, ზაკა, აბა, გეკითხება კაცი. მე რა ვიცი, ბიჭო. აგერ მამაჩემია და მამაჩემის სიტყვას ვენდობი ყველაზე მეტად, ხო. უფროსი კაცია და თვითონ გადაწყვეტს რა. ეხლა ენდო ბიჭე პროჭო ჩემ სიტყვას. ტოლიკა რო დაიჩემე გეუბნებოდი გადაგაგდებს მეთქი ძმაო რატო არ დამიჯერე ამას კიდე არ ჭირია რომ ტოლიკამ გადააგდო მე თუ ეგ ტოლიკა შენ არ მოგიყვანო და არ დავაყენო აგერ ნახავ შენ აი ნახავ ბიჭო იცახე აი რა აგერ ნახავ თქო გეუნები რა ნახავ ო ნახავ მაგას გეუნები მეც აუ ერთი წამი ბიჭო ამ ამბავში ხა ყველაზე ისეთი პონტი რა არის ამერთ ანუ 4 კაცის პონტიაო ეხა სერიოზ ისე დაფიქრდით 4 კაცი ამერიკაში მე არ ჩამტეხოთ ბიჭო შენს გინდა ამერიკაში არა მიყლევარი ხა აქ დავჩები და თქვენ წადით ამერიკაში შეჭმია ძმა ოჯახი ყავს აქ მე რავი ეხა გამოხვედი ერთი წამია სიხიდან ეხა რო გამოვედი ჩემი ძმა ცოლი მყავს 4 შვილი და ამერიკაში მიდიხარ მაგპოჩი ხო მაგრამ არა გაიხსენე რაზე კომპლექსის პრეტენზია არ მოისმინე რა და როგორ ბიჭო მე კი მოვისმინე მაგრამ რავი პროჭა კლიშკა მაშეჭმა მე ასეთ დროს არ წავიდე აი რა ვიცი გივი ჩვენ ვართ გივი რა იყო არ მითხრა რომ სერიოზულად ფიქრობ მაგ თემაზე ბიჭო ეგ კაცი თვითონ მოყვება რა ვერ გაიგე შენო ბიჭო აი წარმოიდგინე ანუ ჩვენთან ერთად იქნება თვითფრინავში აი რა უნდა ქნას გადახტებადო და რა ერთწმუნებული ხართ რომ თქვენთან ერთად იქნება ჩემი კაი ვატო ზედმეტად ჭკვიანია ამასთვის რა უარესი ისეთ შარებში ვართ აქედან ვიღაც ბარიგები იქიდან ტარასა და ვიღაცეები კაროჩე ბარიგების პირველ რიგში უნდა მიხედოთ აბარაგო მეტი რა შუაშია ლადო პროსტა რავი ძმა ვარჯობია რომ მოვერიდოთ მაგის დედაცვათი წავიდეთ ამერიკაში მოვიხოდოთ ბიჭო ჩვენ არავის არ ვერიდებით ძმაო თუ წავალ რომ ფული ავიღო და ჩამოვიდე და თქვენ კიდე მარტო სად გაგიშვათ ბიჭო ხრაჯერ დაიკარგეთ უკვე იასნია მამი იქ მე და შენ ვაფშე იმედა დედას მოუთხრა აბა რა შვილო დედას მოუთხრავს არა აქ რატო ვერ უთხრავთ აი ვესკაისიკო პატარა მომენტი ზაკას და ლადოს შორის იასნია უეჭველი მინდა მაგრამ რო ჩავალთ რამე მაყუთი არ გვინდა სამოძრაოდ რო მაყუთი გვინდა თავიდან რა ვიშოვით ძმაო მამი ხა ლადო აქ კიდე რო გამსროკონ ვაფშე გავგიჟდები შენს მობას არა მეორე სეზონის რო იმით დავთვალეს რომ ესენი ციხეში ამოყვნენ თავს ჩემი კაი არ ვიცი მე მართლა გავგიჟდები აბა მე წავედი რა პოჩი კარგად იყავი ვაი ბიჭო სულ რატო გვიჯვავთო ვატო აი შეჩემო ვატო აი ბიჭო შეში დაანებეთ რა გინდა დაანებეთ მართლა რა გონი დავანებო დაანებეთ ბიჭო ეს რეკლამები რა ხო ბიჭო ჩემი სიძია ნუ ჩემმა დამ ვაფშე არ იცის ეგ რაღაცა რო ხდება თო ასე ხარ აი თუ რა გადავიხატო ტოლის ნუ რაღაცას მოვაგვარებ ეხა ჩემით რაღაცას ვიზამ რა მაგრა შეხვედრაზე მივდივარ სპერძელი გოგოც მაგარი იყო ხო შევ აბა გამარჯობა
მე წინაზე რომ გოგონები გამოგიგზავნეთ, ხო გახსოვთ? დაჯექი. მადლობა. გამარჯობა. ესამეგეთი გამარჯობა. კაროჩე ერთი ვერ მოგიკითხეთ რა. ბოაზე ხარ. მეთქი რანაირად ჩავიდნენ როგორ არიან, ხო ყველაფერი კარგად არისო? კარგად არიან, ხო? კარგად არიან, კარგად მოწონთ. ბოზობა. ხო რა ვიცი, მაგრამ ხა ყველას თავის ცხოვრება აქვს, ბოაზე ხარ, ყველას თავის გზაზე ღმერთმა გაუმარჯოს და. რა ხდება აბა? მოკლედ, კაროჩე გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავეხმარო ამ ხალხს რა ხოაზე ხარ. ბიჭო, იცი რა გაჭიროებაში არის ძმა? ყველანი არის გაქცევაში. აი წვეჭი უსაშველოები არიან, გეუბნები რა. უსაშველოები არიან. კაი არ გინდა პროჭის თამაში. პირდაპირ თქვი, რამდენი არის? ნუ რამდენიმე ჯერ იყო ითქვა ეს სერიალის სახელი. კაროჩე, კაცები არიან 4 რა. კაცები იაფია. ვარა. რა სიზამს, იაფია. ჯანზე არიან, ან მოიტყნებიან? რა? ვინ? ეგენი? რა ვიძმა? აბა შეითავსები, რა? რა? არა, მე რავი ეგენი სად მოხდებიან. შეიძლება მიწაზე ამუშაონ, ან პლანტაციებში, ან სადმე შეიძლება? ხო არა? ნარკომანები ხო არ არიან ან ავადმყოფები? ნარკომანებია. რა მე შეიძლება ორგანოები გამოგდეს. ნარკომანები 4 არის მაგარ ხოძე, შაშიტა რო სპორტსმენები არიან. შემატყუ არა. კაროჩე, ეს ხოდი იგივეა, ხო, როგორც წინაზე. თუ ამ ოშეცო. ლიბია, ясно. აყუთის პუნქტი როგორ არის? ხამისუბანი თუ კი უბანში ერთობა. ახლა შეცვალე სენტინგის სიმღერა. ჩემთანა მთელი უბანი მე და ჩემი უბნელები ენა სამჯერად და ხორ არის ამიტირების მე. მუდიტრები გაიზარდა ანუ. ახლა სულ სიმღერებს რო თავენ მაშინ ცოტა დიდი არის. მაგრამ ხო კაი ესე იგი ეს იყო უსაშველოები მეორე სეზონის მეორე სერია, ნუ სხვას რას უნდა ელოდებოდნენ პროჯასგან ერთი ძალიან მაინტერესებს უბრალოდ რა. სერიოზულად ვატო არის ზედმეტად ჭკვიანი ამ სასტავშიც. დაჟე აღნიშნა კიდეც კესანემ რომ ვატო ერთადერთი ნორმალური ყავთ სასტავშიო ელენესაც ეუბნებოდა. ძალიან გამიხარდება კესანემ რომ დაელაპარაკოს ელენეს და შეძლოს, ანუ დაითანხმოს რა როგორღაც რომ შეურიგდეს ვატოს. ისევ. ძალიან კარგი იქნება. მაგრამ კესანი მეწოდება, ანუ ისეთი ცოტა გივიც ცოტა ესეთი ტიპია რა. ოჯახს უნდა ვიზრუნო, გაეძახის და ამ დროს სახში დროის გატარებაც არ უნდა, ანუ პატარა შვილი ყავს 3. პატარა ბავშვი, პატარა გოგოები და რა ვიცი, ამ დროს ამერიკაში წასვლა, რა ვიცი, შეიძლება ამერიკაში წასვლა, კაი, ოჯახის საზრუნველად ბაზარი არაა, მაგრამ მე მაგალითად ასეთ დროს, ანუ მე ვიჩალიჩებდი და სადმე აქ საქართველოში ვიშოვიდი სამსახურს და რავი. აგერ ვატო მაგალითად ჩვეულებრივად 1000 სამსახური შეიცვალა ტიპა და მაინც არ ნებდება. იმენა ვატო ჯიგარი. ვატო არის ყველაზე კარგი, აი არა იმპონჩი რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი, მაგრამ ყველაზე კარგად დაწერილი პერსონაჟი არის უსაშველოებიდან რა. და კარგად დაწერილს რომ ანუ თითქმის ყველა მაგპონჩი ერთ დონეზე არის მაგ სერიალში, მაგრამ აი ვატო განსაკუთრებით ვატო გამონაკლისია. და ნარჩენები ზაგამ შედარებით უკეთესი გახდა. ზოგადად ეს სერია იყო ბევრად უკეთესი ვიდრე პირველი. მომეწონა. კაი იყო. აი ეს მაგალითად 1 საათი ფუშინის 1 საათიანი რო იყოს, რო ყოფილიყო ეს სერია და რო გაეწევათ ძალიან უაზრო მომენტებით. მაშინ იმდენად კარგი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ახლა ნუ როგორც თქვი, ხო, გვამზადებდნენ შემდეგი სერიებისთვის. ამიტომ ახლა გოგიტას ამბავიც აქ არის და აი ტარასას და იმის ამბავს არ ველოდებოდი, რა ქვია, ვარიგების თუ გავაგრძელებით. ტარასა ვაფშე არც მახსოვდა
სიმართლე თუ გაინტერესებთ, მაგრამ რომ გავხსენებოდეთ, სავარაუდოდ ვიტყოდი, მაგრამ აი ბარიგების დაბრუნებას ნახდათ არ მოველოდი და ძალიან მაგარი იყო. მაგრამ ხო. ზუკაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ზუკა ისეთივე დარჩა როგორც იყო. როგორც, შედარებით უფრო პირველ სეზონში როგორც იყო, აი პირველ სერიაში მეორე სეზონის, იმიტომ თქვი რომ სულოდნავ რეგრესია აქვს როგორც პერსონაჟს. არ ქონდა ისეთი მომენტები რა, რომ იცოდა ხოლმე რა, რომ ის რეპერი ვარ და ეს სცენები მომწონდა ხოლმე, რომ აჩერებდნენ და ეუბნებოდნენ, ნაუ შენ ის რეპერი ხარ, შენ ის რეპერი ხარ, მაგრამ პირველ სერიაში თუმცა სიმღერა კი ჰქონდა და რაც ძალიან კარგი სცენა იყო, თუ გითხავთ. არა ხო, აქ შედარებით უკეთეს უფრო მეტი დრო რომ დაუთმეს კონკრეტულად ზუკას, რაც გასაკვირია, იმიტომ რომ წინა სერია 1 და 9 წუთი გრძელდებოდა და ეს 46 წუთი. მაგრამ ხო უკეთესი იყო. ზაკაც შედარებით უკეთესია. ლადო აიცვლება. ლადო ყოველთვის ისეთია, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ის, რომ ხშირად ხვევს შარში, ან პრობლემას ქმნის. რა ვიცი, თვითონაც რომ იყოს დამნაშავე, დანაშაულს არ აღიარებს და ეს აქ ცუდი. ეგოისტია ფაქტობრივად რა. ერთი ეგ აქ მინუსი, რომ ეგოისტია. ხო. რა ვიცი. ელენეს და კესანეს ერთად დანახვა გამიხარდა. იმედია კიდე ექნებათ სცენები ერთად, იმიტომ რომ კარგია რომ გვაჩვენეს რომ მეგობრობენ. და ასევე ვთვლი რომ კესანის საინტერესო პერსონაჟი იქნება ამ სეზონში და აი ეს გოგოები, აი მიგვრის პირველი სეზონის გოგოები რატო არ დავნეს? მია გასაგებია სპარტაკასთან ერთად რომ იყო და სპარტაკა აღარ არის. ისე შეეძლოთ გაეკეთებინათ რომ ვითომ სპარტაკა და მია ერთად წავიდნენ სადმე. აი რატო არა? შეიძლება იყო პირველ სეზონში მომენტი, სადაც მია ამბობდა რომ არ შეეძლო თუ ვერ ახერხებდა ვერსად წასვლას, იმიტომ რომ რაღაც მსგავსი დიალოგი მახსოვს მაგის და სპარტაკასი. ერთი უნდა გადავხედო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ეგ არა, კარგი იქნებოდა რომ გაეკეთებინათ ეგრე. აი ზაკას გოგოსაც გაქრა ლიზა, იმიტომ რომ აშკარად ზაკას ძალიან უყვარდა, ანუ ევასებოდა მაგრად პირველ სეზონში და ლიზასაც ევასებოდა. აშკარად ეთყობოდა ბოლოს რომ მაგრად დაევასა ზაკა. და რატო ამოიღეს ეს სიუჟეტიდან არ ვიცი. საბაგიროდ კესანი დაამატეს. რომელიც მე მგონი უკვე საუკეთესო გოგოა ამ სერიალში. მაგრამ ხო. ასე თუ ისე, კაი სერია იყო. მე კმაყოფილი ვარ, იმედია შემდეგი სერიები კიდე უკეთესი იქნება. ნახოთ ახლა რამდენად გამოვა გოგიტას ამის გაჩალიჩება, რასაც აპირებს. წესით უნდა გამოვიდეს ისეთი დებილები არიან ესენი. თუ ვატო არ დაეხმარება, თუ ვატოს უნდა დაუჯერონ, კაროჩე რა. არ ვიცი. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას. გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ და კარგად ბრძანდებოდეთ.